მოგესალმებით, მეგობრებო. ბევრი შეკითხვები დაგვიგროვდა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი უფრო მისაღებია ელექტროგაგრილების სისტემა თუ მექანიკური გაგრილების სისტემა რადიატორის. ამასთან დაკავშირებით მინდა მოკლე განხილვა ჩავწერო და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც გაგიზიაროთ. ვნახოთ აბა. რა გვაქვს ახლა ჩვენ აქ? ძალიან ცუდად ჩანს, შევეცდები როგორღაც დაგანახოთ, რომ ეს არის ელექტროგაგრილების სისტემა და ძრავთან კავშირში არ არის ღვედით. ანუ მე ვიგულისხმე, რომელიც ძრავთან კავშირშია ღვედით და აგრილებს რადიატორს. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ელექტროგაგრილების სისტემა. ეხლა დავიწყოთ იქიდან, რომ უმეტეს შემთხვევაში მანქანებს, რომელსაც აქვს მექანიკური გაგრილების სისტემა ღვედით, გადადიან ელექტროგაგრილების სისტემაზე. ანუ აუქმებენ, იღებენ თვითონ ამ ფრთებს, აყენებენ სხვა მანქანის ელექტროგაგრილების სისტემას, გამოყავთ ელექტრონულად სალონში, არის პატარა დაჩიკი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ რა ტემპერატურაზე შეგიძლია მართო მიცემ მიმართულებას და იმ ტემპერატურაზე ჩაირთვება, ხოლო რამოდენიმე წუთში, როცა უკან ჩამოვა ეს ტემპერატურა და დაეცემა, დაახლოებით 10 გრადუსია, სხვაობა თუ არ ვცდები თუ 15 გრადუსში, ისევ გამოირთვება. ეხლა მიზეზები რა არის, თუ რატომ ცვლიან ამ მექანიკური გაგრილების სისტემას, რადგან ბევრჯერ გამიგია, რომ უმეტეს შემთხვევაში ძრავზე ადგებაო დიდი ძალა, რადგან ატრიალებს ამ დიდ ფრთებს და ამ ფრთით აგრილებს რადიატორს. და მაგის გულისთვის ხსნიან, გადაყავთ ელექტროსისტემაზე, ამ ელექტროგაგრილებაზე და ელექტროგაგრილები თამუშავებენ შემდგომ თავის კუთვნილ მანქანებს. ეხლა ამათი დადებითი და უარყოფითი მხარეები მინდა გითხრა და აგიხსნათ დეტალურად. რაც შეეხება მექანიკური გაგრილების სისტემას, რომელიც ღვედზეა და ძრავზეა, მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდხანს მუშაობს, საკმაოდ პრაქტიკულია, საკმაოდ კარგია. ჩვენს off-road სფეროში ჯიპებზე ვგულისხმობ, საკმაოდ პრაქტიკულია. იმის პრობლემა არასდროს არ გვექნება, რომ შესაძლებელია როდისმე გაჩერდეს, გაიჭედოს და ასე შემდეგ. მექანიკურია, ძრავი ატრიალებს ღვედს, ღვედი ატრიალებს ამ ფრთას და აგრილებს რადიატორს. თუ ხართ დაკვირვებული, ბოლო ახალი მანქანები, რომლებიც უფრო მეტად დიდი ძრავებით უგზოობისთვის არის გამოსული და დანიშნულებით, ფაქტობრივად ყველა მანქანას აქვს ღვედზე გაგრილების სისტემა. იმიტომ რომ მუშაობს და კარგია. აი მაგალითად მინდა აქაც გაჩვენოთ, რომ ამ შემთხვევაში გვაქვს მექანიკური გაგრილების სისტემა, ხედავთ ხო? ღვედზეა, აქვს გიდრომუხტა. გიდრომუხტის საშუალებით ძრავის ტემპერატურა, როდესაც იზრდება, გიდრომუხტაში აქვს სპეციალური სითხე. ეს სითხე ფართოვდება და დაბერვის სისტემა ნელ-ნელა მაგრდება და ძრავის ბრუნს მიყვება, როცა ძალიან ცხელდება, როცა გრილდება და ცივდება, იმ შემთხვევაში უკვე შეკუმშულია სითხე და იმოდენობით აღარ უბერავს და იმ სისწრაფით აღარ ატრიალებს ამ ფრთებს ჩვენი მექანიკური სისტემა. ეს არის გიდროსისტემა, საკმაოდ სანდო და კარგი სისტემა. რაც შეეხება ჰიდრომუხტას, აუცილებელია იყოს კარგ მდგომარეობაში, ქართულ მდგომარეობაში, რომ იმუშაოს სწორად და გამართულად. რა თქმა უნდა, ყველაფერი ზიანდება დროთა განმავლობაში. შეიძლება აი უკან ყელთან აქვს სალნიკი და გარკვეული დროის მერე ეს სალნიკი იწყებს გაშვებას, ეს სითხე გამოდის
და ფიზიკურად ვეღარ აციებს იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა გააციოს. მერე იწყებენ ხელოვნურად ზოგი ტაოტის შეშვება, ზოგი გარკვეული სითხეების შეშვება შიგნით და ხდება ესეთი რამე, რომ ძრავის ბრუნს ჩვეულებრივად მიყვება გამაგრილებელის ბრუნი. ეს პრობლემაა, ეს არ უნდა იყოს მასე და აი ზუსტად მაგის მერე ხდება ძრავის დიდი დატვირთვები. ყოფილა ისეთი შემთხვევები უთქვამთ, რომ აი მე ისე გავაკეთე და დაგირეგულირე, რომ ზუსტად არ მიყვება ძრავის ბრუნს, მაგრამ შესაბამისად სწრაფად ტრიალებს და თქვენთვის უფრო ხელსაყრელია, რადგან უფრო კარგად გიგრილებს, ეს არის ტყუილი. აუცილებელია ჰიდრომუხტა მუშაობდეს ქარხნულად გათვლილი, როგორც არის, რომ კონკრეტულად იმ სიტუაციაში და იმ ტემპერატურაზე ზუსტად იმ ბრუნით აყვეს იმ ტემპერატურას, რაც საჭიროა და არა, თქვათ შიგნით რაღაც ხელოვნურად ჩასხმული სითხით ვარეგულიროთ ჩვენი ტემპერატურა ჩვენს მანქანებში. მარტო ამიტომ ჯობია აი ეს მექანიკური გაგრილების სისტემა ვიდრე ელექტრო. ეხლა ვისაუბროთ ელექტროზე. ელექტროს აყენებენ იმ შემთხვევაში, როცა ხდება გარკვეულწილად სვაპები და თავის კერძო საკუთარ მანქანებშიც ბევრმა ამოიღო მექანიკური სისტემის ეს გამაგრილებელი ფრთა და ჩააყენა ელექტრო და რატომ? რაც შეეხება ელექტრო გაგრილებას, მინდა გითხრათ, რომ აი მაგალითად ნებისმიერ მანქანაში უმეტეს შემთხვევაში 90%-ზე მეტი შემიძლია ვთქვა, რომ უბრალოდ პირდაპირ ელექტროგაგრილებას ამონტაჟებენ შიგნით, მაგალითად როგორც ჩვენ შემთხვევაში აქ გვაქვს და არ ჩანს დაფარულია. ამას აქვს რელე და მართვის ბლოკი. ანუ მანქანის კომპიუტერიდან იმართება ფაქტობრივად აი ეს ელექტროსისტემა. ანუ ტემპერატურების მიხედვით, აი მაგალითად ავიდა წყალი დაახლოებით 70 გრადუსზე ან 80 გრადუსზე დაიწყო ნელი ბრუნი. მოუმატებს წყლის ტემპერატურას უფრო ზემოთ და უფრო ცხელდება წყალი და ადის მეტზე, ანუ ბრუნი ემატება უფრო და უფრო მეტად აგრილებს. პიკზე როცა მიდის, ირთვება მაქსიმალურად. ანუ ეტაპები აქვს ამას, ძველ მოდელებშიც მასე იყო და ახალ მოდელებში მით უმეტეს მასია ყველასე. და ჩვენ შემთხვევაში, როცა უბრალო მატორზე ჩვენ თვითონ ვაყენებთ და ვამონტაჟებთ ამას, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ 95%-ს თვითონ ძრავის მართვის ბლოკზე, კომპიუტერზე არ აქვს დაერთებული. ფიზიკურად ვერ აერთებს. არის ერთეულები, რომლებმაც დააერთეს ეს და გაამართლა და მუშაობს. დანარჩენ შემთხვევაში პირდაპირ რელედან გამოყვანილი აქვს ელექტროსისტემა და დაერთებული აქვს შიგნით პატარა მონიტორზე, რომელიც აკონტროლებს და აძლევს სიგნალს, რომელ ტემპერატურაზე ჩართოს. უყურეთ, ეხა ეს რა შვება, რომელიც არ არის დაერთებული კომპიუტერზე. როდესაც წყალი გარკვეულ ტემპერატურაზე ადის, აი მაგალითად წყალი ავიდა 80 გრადუსზე ან 90 გრადუსზე, იქ მითითებული გვაქვს, რომ 90 გრადუსზე ჩართოს, რომ ჩამოვა დაბრუნდება დაახლოებით 65 ან 70 გრადუსზე გამორთოს. ან 90 გრადუსზე ჩართოს, ან 100 გრადუსზე ჩართოს, 90-ზე გამორთოს, ან 95 გრადუსზე ჩართოს, ანუ ეუბნების სიგნალს აძლევს შენ, რომელ ტემპერატურაზე უნდა ჩართოს. აი წარმოიდგინეთ 90 გრადუსზე ერთი რაღაც კონკრეტული გრადუსი ავირჩიოთ. 90 გრადუსამდე ეს გამაგრილებელი სისტემა ფიზიკურად არ მუშაობს. სანამ ძრავის ტემპერატურა არავა 90 გრადუსზე, არც ერთ შემთხვევაში არ ჩაირთვება. და წარმოიდგინეთ, რამხელა ტემპერატურის ვარდნა ადის 90 გრადუსზე, ან 95 გრადუსზე, ჩართავს, ჩამოვარდება, ჩამოვამერე, ისევ ადის 90 გრადუსზე, გამორთულია მანამდე ეს გაგრილების სისტემა ჩვენი და წარმოგიდგენიათ, ხო? ძრავი იმ ტემპერატურაზე, როცა უკვე უნდა ეხმარებოდეს თავიდანვე, ან 80 გრადუსზე, ან 85 გრადუსზე ბრუნებით ნელ-ნელა, რაც კომპიუტერი აკეთებს ამას, ჩვენ ამას ვაკეთებთ მექანიკურად, უბრალოდ კნოპკით ვაძლევთ სიგნალს, რომ ჩართოს კონკრეტულად 90 გრადუსზე და მანამდე საერთოდ არ აგრილებს არაფერს. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ძრავებისთვის, იმიტომ რომ
ტემპერატურას ცვალებადობაა და რადგან ტემპერატურის ცვალებადობაა ძრავში, ეს რეკომენდირებული არ არის უგზოობაზე, რადგან დიდი დატვირთვების ქვეშ არის ჩვენი მანქანა, ეს ერთი. მეორე ის, რომ ძალიან ადვილად შესაძლებელია რელე დაზიანდეს, ან წყალი შევიდეს და გამოვიდეს წყობრიდან რელე. რელე რადგან წყობრიდან გამოვა, ჩათვალეთ, რომ ჩვენი გაგრილების სისტემა ფაქტობრივად აღარ გვაქვს. აი მაგიტომ ვიძახი, რომ მექანიკური გაგრილების სისტემა ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე ელექტროგაგრილების სისტემა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. რაც შეეხება იმას, რომ მექანიკური გაგრილების სისტემაზე ცხენის ზალები გვაკლდება, ძრავს დიდი დატვირთვა აქვს, დატვირთვაზე მუშაობს ძრავი და ასე შემდეგ. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ ასე, რომ ჩვენ არ გვეხება ჩვენი უგზოობის მანქანებზე, რადგან ამხელა ბრუნი ჩვენ მანქანებს არ აქვთ, არ ვდრიფტავთ ჩვენ ქალაქში და ამდენ ბრუნს არ გამოვიმუშავებთ, რომ აი ეს რაღაც მექანიკური სისტემა დავშალო და ელექტროსისტემაზე გადავიყვანოთ. მეც ბევრჯერ გამიკეთები, ორჯერ თუ სამჯერ გადამიყვანია ეს ელექტროსისტემაზე, დიდი არაფერი სხვაობა არ მოუწია ჩემთვის და მე ბოლოს იძულებული გავხდი დამებრუნებინა. კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, მინდა გითხრათ, რომ როდესაც ელექტროსისტემაზე ესე კუსტარულად გვაქვს შეერთებული და გაყვანილი ელექტროგაგრილების სისტემა, აი წარმოიდგინეთ, მივეცით, თქვათ, ტემპერატურა 85-ზე, რომ 85-დან 87-ზე ჩართულიყო ჩვენი ელექტროგაგრილების სისტემა. ეხლა ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ, შეიძლება ცოტა გამოუცდელმა ადამიანმა იფიქროს, რომ ცოტა ადრე მივცემ, რომ უფრო მალე გააგრილებს ამას, უფრო მალე მექნება გაგრილებული წყალი რადიატორში და არ ამიწევს და არ ამიდუღებს. ესეც ყველაზე დიდი შეცდომაა, იმიტომ რომ პირველ რიგში გარკვეულ ტემპერატურაზე მუშაობს ჩვენი ძრავი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ტემპერატურას მიაღწიოს, ყველა ძრავს აქვს თავისი ინდივიდუალური მაქსიმალური ტემპერატურა, რაზეც მუშაობს საშუალო უფრო სწორედ. და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, რომ ჩართო ეს ელექტროგაგრილების სისტემა 85-ზე, დაიწყო ელექტროგაგრილებამ ჩამოწევა, ანუ ჩვენ ვართ უგზოობაზე და ფაქტობრივად ძრავის ტემპერატურა ფიზიკურად ვეღარ ჩამოდის, იმიტომ რომ ვეღარ ჩამოიყვანს დაახლოებით 70 გრადუსზე ქვემოთ, ხო, ან 68-ზე ან 72-ზე. ეს ელექტროსისტემა წვალობს და ეჭიდავება, რომ ჩამოწიოს დაბლა, ხო? უყურებთ ახლა ჩვენს მონიტორზე, შიგნით რაც ვიყენია, ეს პატარა 4-კუთხედი მონიტორებია და ფიზიკურად აღარ ჩამოდის დაბლა. წარმოიდგინეთ, რომ სულ ჩართული გაქვთ ეს ელექტროსისტემა. აი, როდისმე ვისაც გააქვთ ეს ელექტროსისტემა, მიდით თქვენ თვითონ და შემოვალ ძაბვის შნურებზე ხელი დაადეთ, როგორც ხელდება. რაც იწვევს მე ბოლოს თვითონ ელექტროსისტემის დაზიანებას ან რელეს დაზიანებას. ეხლა ახალ ელექტროს გამაგრილებელ სისტემებზე შეიძლება ვთქვათ, აი მაგალითად Mercedes 211-ს აქვს შიგნით თვითონ ამ ელექტროგაგრილების სისტემაში აქვს ჩამონტაჟებული თავისი რელე, ბევრად უფრო ძლიერია, კი გეთანხმებით ამაში, მაგრამ მაინც გეტყვით იმას, რომ ასე 24 საათი სულ ჩართული ერთ ტემპერატურაზე წარმოუდგენელია. ვერაფერი ვერ გაჩერდება. გარკვეული დროით ამ დატვირთვას ვერ იმუშავებს ფიზიკურად. აი ამიტომაა მარტო რეკომენდირებული ის სისტემა, რა სისტემაც გააქვთ, ქარხნულად რაც მოყვება თქვენს მანქანას და დატოვოთ და არ გადაიყვანოთ ელექტროსისტემაზე. ხოლო რაც შეეხება სვაპების შემთხვევაში იქ ძრავის ჩადების დროს იმხელა ადგილი არ არის, თქვათ, რომ დაყენდეს მექანიკური სისტემა. ფიზიკურად უკვე იძულებულები არიან ელექტროსისტემის დაყენებაზე, მაგრამ მე არ ვიტყვი ყველაზე, რადგან არიან ერთეულები, მაქვს რამდენიმე მანქანა, ერთეულები ნანახი, სვაპის შემთხვევაშიც, რომ ეს ელექტროსისტემა საკმაოდ კარგად აქვს შეერთებული და გამართული. ამიტომ მეგობრებო, მაქსიმალურად მოერიდეთ ამ ინდივიდუალურ ცალკე გამოყვანილ ელექტროსისტემას. შემიძლია კიდევ ელექტროსისტემა გაჩვენოთ. ეს ჰიბრიდია, ყურადღება არ მიაქციოთ, უბრალოდ ელექტროსისტემა აქვს.
ძრავთან კავშირში საერთოდ არ არის ღვედით. იმართება ცალკე ბლოკით და იმართება ძრავის კომპიუტერით. ზუსტად ისე როგორც აგიხსენით, ბრუნის მიხედვით არის ეტაპობრივად ემატება და ეტაპობრივად აკლდება ბრუნი. როგორც ქარხანა დამამზადებელმა ჩათვალა საჭიროდ და სწორად. შეიძლება ეს ბევრისთვის საინტერესო არ იყოს, მაგრამ მინდა გაჩვენოთ უნიმოგზე როგორ გვაქვს გაგრილების სისტემა. ხედავთ ხომ? ძრავიდან ამოდის ღვედზე, აგერ ამ შკივზე. ამ შკივიდან გადადის აი ესეთი სახის გადამყვანი აქვს იქით უკანა შკივზე. აგერ ნახეთ, გადადის უკანა შკივზე, უკანა შკივიდან გადმოდის ცენტრალურ გამაგრილებელ ფრთაზე, პირდაპირ. ყოველგვარი გიდრო მუხტის გარეშე. მოკლედ ამის თქმა მინდოდა მხოლოდ მოგწერეთ მეგობრებო, თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, აუცილებლად გამოგვიგზავნეთ კომენტარებში თქვენი შეკითხვები. გარკვეულწილად თუ რამე თემა გაინტერესებს ისეთი და საინტერესოა, აუცილებლად განვიხილავთ იმასაც. რადგან ამ ეტაპზე დაგვიგროვდა ძალიან ბევრი შეკითხვა ამ ელექტრო თუ მექანიკურ სისტემაზე, გაგრილების სისტემაზე, ვეცადე მაქსიმალურად მოკლედ მომეწოდებინო თქვენთვის ეს აღნიშნული ინფორმაცია. ხო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამის დამავიწყდა, გამომრჩა თქვენთვის თქმა. მოკლედ მეგობრებო, ველოდებით ამინდების გამოსვლას, როგორც კი გამოვა ამინდები, იქნება კარგი ამინდები, მზიანი ამინდები. გვაქვს სურვილი დავგეგმოთ სტოკების გასვლა, გეპატიჟებით ყველას, რა თქმა უნდა, არა მარტო სტოკებს, ვისაც უყვარს უგზოობა. მობრძანდით, გვექნება სტოკებისთვის ლამაზი ტრეკი, გვექნება გათამაშება, გვექნება რამოდენიმე ლოკაცია და გვექნება საჩუქრები. ასე რომ ახლო მომავალში იხილავთ ჩვენ Facebook გვერდზე გასვლას და შემოგვიერთდით თქვენი მანქანებით კომენტარებში დაპლუსდით. მოიწონეთ ჩვენი YouTube არხიც, გამოიწერეთ, გააზიარეთ, ისურვებთ ყველა წარმატებებს და ჩვენს მაქსიმალურად ვეცდებით ყოველთვის საინტერესო ვიდეო განხილვა ჩავწეროთ თქვენთვის.